ერთ-ერთი მომხმარების თხოვნა იყო გაგვეკეთებინა სკრიპტ ანუ გვეჩვენებინა ვიდეო საშუალებით მისთვის როგორ გავაკეთებთ ისეთ სკრიპტს რომელსაც კოდს ანუ საიტზე სიახლის დადების სურათის ლინკს ჩავაკოპირებ და შემდეგ უკვე ეს ავტომატურად გება სიახლის მოკლე აღწერასა და შემდეგ სრულ აღწერაშიც ოღონდ საქმე იმაში რომ ეს ყველაფერი იყო უცვლელ ზრავისთვის ანუ როგორ გავაკეთო ეს ყველაფერი უცვლელ ზრავზე ამას გაჩვენებთ რა თქმა უნდა ეს არის უმარტივესი სკრიპტი რომელიც ალბათ დაწერილი იქნება მაგრამ რადგან ინტერნეტში პოვნას მიჩვენია რომ ეხლა უცებ დავწერო თან დეტალურად ახსნა მისი ფუნქციები პირველ რიგში შევიდეთ რომელიღაც უცებ საიტზე რა თქმა უნდა თქვენ საიტზე და ვაჩვენოთ დეტალურად რა გვინდა დაბასიახლის დამატების შემდეგ კატეგორიებში ანუ მაგალითად ნებისმიერი ფილმი რაღაცა სახელით რაღაცა მოკლე აღწერით და რაღაცა სრული აღწერით. როგორც ხედავთ, აქ მაქვს მხოლოდ ტეგები. ტეგები ალბათ ყველამ შეინტერესებს. აქ მაქვს ტეგები, მეტი აქ ინფორმაცია არ მაქვს. კაი, მივეცი დამატება. მას სურათი არ აქვს. ეხლა მოდი გავაკეთოთ სურათი რო ქონდეს თავშიც და შესვლისასაც. პირველ რიგში შევდივარ რედაქტორ სტრანიცა. ანუ იმ გვერდზე რომელსაც ჩვენ ვაყენებთ ეს არის ნოვი საიტი და თუ ბლოგი იყენია ბლოგზე თუ კატალოგები და ასე შემდეგ. კატალოგზე და ასე შემდეგ. ნოვი საიტზე შევდივარ და ნასტროიკა. მისი ნასტროიკებს ვაკეთებ დაპანილზენი პოლიეთან დამატებითი. ველები გვაქვს აქტიურებელი პირველ რიგში ვაქტიურებენ დამატებითი. ველი ერთი მასზე სახელი შესვლა აქედან შეგიძლიათ. Forma დაბავლენია მოდულიან ნოვასად ანუ დამატების ფორმები და პირველი აი აქ არის დაბალნილი ველი ისმენის საშუალების შევსწავლოთ და დავაწეროთ მას სურათის ლინკი მივცე სახრანიც გამოვიდე უკან და დაბალნილი სურათის ლინკი მოვნიშნოთ თუ აუცილებლად გინდათ რომ შეავსოს მომხმარებელმა მაშინ ორი დისკა გავუკეთოთ და ის აუცილებლად შევსების გარეშე არ გავა. მოდი ვარ ამ შემთხვევაში ორი დისკა გავუკეთოთ და მივცეთ სახრანიც. ესეც ასეთი. ახლა უკვე მას ფიფქი გავუკეთთ და რაც იმას ნიშნავს რომ ამ ველი შეუსებლა სიახლის საიტზე არ გამოქვეყნდება. მოდი გავაკეთოთ ისევ ავტვირთოთ ფილმი. მოდი ახალი ფილმის ავტვირთვა აღარ გვინდა ჩვენ პირდაპირ ამის რედაქტირებაც შეგვიძლია. ესეც ასე. რედაქტირება. აქ როგორც ხედავთ სერიალია. როგორც ხედავთ არ არის შევსებული სურათის ლინკი. დამიწერე რადგან აქ რამის ჩაწერის თუ არ მაქვს აქ არაფერს არ ჩაწერე. მაშინ სიახლის საიტზე არ აიტვირთება. ეს ასე არის იქ მითითებული თუ დისკას მოუნიშნავ, თუ ამ დისკას მოუშლი შორიგოთ ატვირთოს. კაი, ეს არის სურათის ლინკი. Copy image. ვუკეთეთ აქ ჩავსვათ. იცით დამახსოვრებ. ეხლა ვნახოთ დააყენა თუ არა მან საიტზე. არ დააყენა როგორც ხედავთ და გვჭირდება სკრიპტი. მოდი დავიწყოთ უშუალოდ ლინკის წერა. ლინკის წერას მე ახლა ამ შემთხვევაში მოდი გავაკეთოთ Adobe Driver. ამაში ვიყენებ, მაგრამ შეგიძლიათ სხვა ნებისმიერიც თქვენთვის სასურველი გამოიყენო. გავხსნათ პროგრამა. დავიწყოთ პირველ რიგში. სამკუთხედზე ჩავსვათ შით. შემდეგ იწერება ესეთი რაღაცა. Target. რადგან ჩვენ წერთ ლინკს, რომელსაც სურათს, რადგან ჩვენ სკრიპტს, რომელიც იქნება სურათი და მასე საჭირო, უნდა მიმაგრებული იყოს სურათი და ასევე სურათზე უნდა იყოს მიმაგრებული რაღაც ლინკი. ანუ ამ სურათის დაჭერისას სადღაც გადადიოდეს. ამ შემთხვევაში ვიყენებ ბრძანებას target. ანუ გადასვლას. გადასვლები ახლა არის სხვადასხვა გვარი, შეგიძლია გადახვიდე და ოპერაში ან თუნდაც სხვა ბრაუზერში, რომელშიც ჩვენ მუშაობთ, შექმნას ახალი გვერდი, ან გადავიდეს და ჩვეულებრივ შევიდეს შით, ის რომ ახალი გვერდი არ შეიქმნას, რადგან ჩვენ გვჭირდება სინახვის სრულად ნახვა და სრულად ნახვის დაჭერისას რომ ახალი გვერდი არ შექმნას, ამიტომ მას ვიშევ self. გამოვტოვე. შემდეგ მოვიჩიოთ ზოგადად რა გვერდზე გადავიდეს. ანუ აქ დავწერო have, ანუ რა გვერდზე გადავიდეს. რადგან მე მინდა სრულად შესვლა, სრულად შესვლის ლინკი უცოზის ზრავისთვის არის $-ის ნიშანი, შემდეგ დიდიესობით entry დაბალდილი და URL. Enter I დაბალდილი URL.
და ისევ დოლარის ნიშანი დავხურეთ. წყალი რა თქმა უნდა დაიხურა. აქ უკვე მოვჭით ამ სკრიპტის სერია. შემდეგი იქნება სურათი. სურათი მიმაგრებული იქნება. რადგან სურათია browser image და ასევე სურათის მისამაგრებლად გამოგჭირდება მისი ლინკი. ხო, რომ ხარჯის იყოს სურათი, ეს არ გამოგჭირდება, ამისათვის აქ დავწეროთ ესეთი რაღაცა. Serce, ეს არის სურათის ლინკი. ანუ რა იყოს სურათი, ხო? აქ შეგიძლიათ ნებისმიერ სურათის ლინკი ჩააკოპირო, ან ჩვენთვის სასურველი, რადგან ჩვენ იქ გავაქტიურეთ დამატებითი ველი 1 და დამატებითი ველი 1-ში არის რეალურად სურათის ლინკი, ამიტომ აქ შემიძლია დავწერო დამატებითი ველი 1-ის კოდი. ეს არის უცოცხლავისთვის 4x1. და დავხურო დოლარის ნიშანი 4x1. თუ გავააქტიურებდი დამატებითი ველი 2-ს, აქ დავწერდი 4x2-ს, თუ 3-ს, 3-ს და ასე შემდეგ. გამოტოვე. შემდეგი ეს არის სურათის სიგანე. სიგანე მოდის, სურათის სიგანე დავწეროთ 200. ნუ შეიძლება მეტი, შეიძლება ნაკლები, როგორც გაგიხართ. შემდეგ თავსებადობა ტექსტთან. ანუ როგორ საიდან იყოს ტექსტი გასწორებული? აი გვაქვს სურათი, გვაქვს ტექსტი. სურათი იყოს ტექსტის შუაში, ტექსტის გვერდზე, ტექსტის მარცხნივ, ტექსტის ქვევით და ასე შემდეგ. რადგან მე მჭირდება სიახლის, რადგან მე ვაკეთებ საიტის სრულ აღწერას, გადასვლას, ანუ ის იყოს თავარ გვერდზე. მოდი გავაკეთოთ იყოს სურათი და შემდეგ მარჯვენა მხარეს ტექსტი. რადგან ტექსტის მხრივ სურათი არის მარცხნივ, აი აქ ვწერ left. შემდეგ სურათის სიგრძე 400 შეგიძლიათ გაზარდო, შეგიძლიათ დაბადარო. ეს არის ის ლინკი, ის კოდი სკრიპტი, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ ამ კოდის წერისას. შევიდეთ საიტზე. სად უნდა მოვათავსო ეს სკრიპტი? სკრიპტი უნდა მოვათავსოთ, რა თქმა უნდა, გაჩვენებთ. სკრიპტი უნდა მოვათავსოთ ვიდ მატერიალով, ანუ მატერიალების ვიდში, იგივე ამაში. შევედი ვიდ მატერიალო და მესაგი აქ წერია, ეს არის მესაგი არის ის ტექსტი, რომელიც ჩვენ ვიწერია, ამიტომ მესაგეს მარცხენა მხარეს სვავ სკრიპტს. ვიცით სახრებით. ახლა უკვე შეგვიძლია თამამად გადავარესტარტოთ გვერდი. როგორც ხედავთ, სურათი გამოქვეყნდა. დავაჭირე სურათს და შევდივარ სრულში. სურათი გამოქვეყნებული. თუ მე არ მინდა რომ დაჭერა მოხსნა, ანუ დავაჭირო და ის არ შევიდეს ასად. აი ეს შეგიძლიათ მოხსნათ აქ. ისე სახრანით. და უკვე აღარსად აღარ შევა. თუ მე მინდა, ხო კიდევ ერთი რაღაცა რა საიტებზე შევნიშნე. და შეიძლება მისი გამოსწორება, ასე ვთქვათ. ნუ აი ხა ეს სურათი არის არარეალური, თუმცა ხო შეიძლება სიგრძე სიგანე რაღაც და უაზრო ფორმას ტოვებს, რომ შეხედავ ეს მანქანას ნახოთ არ აქვს, ხო რაღაცას დაული. ხო და შეგვიძლია მოდი გავასწოროთ ეს ყველაფერი, ანუ სიგრძე და სიგანე ამან ავტომატურად თავისით გაზომოს. თუ ექნება გრძელი ფაილი, მას სიგრძეს მისცემს, თუ ექნება მოკლე თავისით განსაზღვრავს. ამიტომ აქ არის ბრძანება მე მაქვს 400 მითითებული. შემიძლია ეს 400 მე მოხსნა. მოდი მოხსნათ ეს 400. ანუ არ მივცემ ეს სიგრძე. ავტომატურად თავის დაერჩევს. დავამახსოვრებია საიტს. და როგორც ხედავთ, აი უკვე ნორმალური სურათი ნორმალური სახე მიიღო. და ესეთი პატარა სურათი გამოვიდა, მაგრამ ფორმა აქვს ყოველთვის. თუ გინდა ფორმა მისცე, რა თქმა უნდა, იგივენაირად აქ როგორც წერია, მიაწერ hacked და 400. შემდეგ დახურავ ბრძანებას და ის სკრიპტი მას გაიგებს. ეხლა იგივე ჩვენ გვინდა სრულად ნახვაში. ეხლა შევიდეთ სრულად. აი ეს სრულად ნახვა. აქ სრულად როგორც ხართ არის სრულად ნახვა უცოცხლისთვის აი ეს. აქაც შეგვიძლია ჩვენ ის დავდოთ. ოღონდ აქ არ გვჭირდება. ეს არ გვჭირდება.
მოდი ამ კოდს მე ვიდეოს მოვაყოლებ. ეს მოხსნათ ეხლა ჩვენ რადგან სრულად ნახვას ვიყენებთ, ეს შეგვიძლია მოხსნათ, ასე მოხსნათ სიგრძეც, როგორც უკვე შევთანხმდით, ის ავტომატურად აირჩიოს მან ეს კოდი დავაკოპირო. და სრულად ნახვას შეუძლებლად უნდა ვიპოვოთ ბრძანება მისაგე. ხო, ქართული ინგლისური კოდის ის. Так, ეს ის ტექსტი, როგორც წინათ აღვნიშნეთ. და აქ შეგვიძლია ჩავსვათ ის კოდი, რომელიც ჩვენ გავშევქმნით. ვიცით. გადავარესტარტოთ გვერდი. როგორც ხედავთ, გამოვიდა, ანუ ეს აჩვენა, მაგრამ აქ ახლა პატარა ზომისა სრულად ნახვა შეგვიძლია გავთამამდეთ და ზომა 500-მდეც კი გავზარდოთ. მაგრამ ტექსტი არის გვერდით, მე მითხრა ტექსტი ქვემოთ. ამიტომ ვაკეთებ კიდევ ერთ ცვლილებას. სადაც წერია left X bottom to omo. გადავარესტარტოთ გვერდი. აქ გამოჩნდა თითქოს რომ ეს არ გააკეთა, ანუ ბოლომდე ასული სიახლე სრულად ნახვაში აბა დავაკვირდით რომ ახლა გაჩვენებ. ესაში შევდივარ სრულად. აი აქ არის სიახლე. ეს რო არ მოხდეს, ანუ ეს რო ქვევით ჩამოიწიოს, შეგვიძლია დავწეროთ ესეთი რაღაცა. აი აქ მისაგე სადაც bottom-დე ის დავამთავრეთ ტექსტი, ხო დავამთავრეთ ტექსტი. აქ შეგვიძლია br ეგეთი გავხსნობძალი br, ან სამჯერ დავწეროთ და ის ქვევით ჩამოიწიოს. br ნიშნავს ერთი ნაბიჯით ქვევით. უკვე როდესაც გადაარესტარტებ გვერდს. ტექსტი სურათიდან ჩამოიწევა 3 ხაზის ოდენობით. ანუ ეს არის ეს უკვე არის სრულად ნახვის ტექსტი.